დღევანდელ კაბინეტის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც უარი თქვა მშვიდობის საბჭოს 15-პუნქტიან რეკონსტრუქციის გეგმაზე, რომელიც შემუშავებული იყო საერთაშორისო მშვიდობის საბჭოს მიერ. მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები არ გაიყვანენ ჯარს, სანამ ჰამასი არ განაიარაღდება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიის რადიო გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა მწვანის შუქი მისცა რეკონსტრუქციის დაწყებას რაფახის სამხრეთ ღაზას ნაწილებში, სადაც სამუშაოებს ადგილობრივი ღაზელი მუშები და კონტრაქტორები შეასრულებენ. როგორც ჩანს, სწორედ ისინი განახორციელებენ რეალურ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება რაფაის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა, ყვითელი ხაზის მახლობლად, რომელიც ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის საზღვარს აღნიშნავს. სამუშაოები ასევე მოიცავს საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. მოდით მოვისმინოთ მეტი იმის შესახებ, თუ რას ამბობდა პრემიერ-მინისტრი დღეს ადრე. ისრაელის არმიასთან ერთად ვიცავთ ქვეყანას და ვანადგურებთ საფრთხეებს. ეს მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მინდა მთავარი განმარტო. სანამ მე ვარ პრემიერ-მინისტრი, არ იქნება პალესტინის სახელმწიფო, არც ღაზაში და არც იუდეას და სამარიაში სიუდეაში. არ მინდა ვნახო ფათახსტანი ან ჰამასტანი. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ბოლო დროს ახალ ამბებში იყო, მინდა ზუსტად განმარტო. ისრაელი უარყოფს 15-პუნქტიან დოკუმენტს. მოვისმინე როგორ ამბობდნენ, თქვენ არ თქვითო, ჩვენ თქვით და აქაც კიდევ ერთხელ ვამბობ. ისრაელი უარყოფს 15-პუნქტიან დოკუმენტს. ისრაელის თავდაცვის ძალები არ გაიყვანენ ჯარს, თუ ჰამასი არ განაიარაღდება. და როცა ვამბობ ჰამასის განიარაღებას, ეს გულისხმობს მძიმე იარაღს, ნაკლებად მძიმე იარაღს და მსუბუქ იარაღს, ყველა იარაღს. და ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ განიარაღებაზე, არა მოჩვენებითზე. ეხლა ამ საკითხზე ამერიკელებთან ვსაუბრობთ. მათ აქვთ იდეები, რომელთაგან ზოგი მისაღებია ჩვენთვის, ზოგი კი მიუღებელი. ჩვენ ვიცით, როგორ დაუდგეთ ამ საკითხებს. ეს წარსულშიც დავამტკიცეთ და დღესაც ვამტკიცებთ. ეხლა ჩვენთან სტუდიაშია IOC4 News-ის უფროსი კორესპონდენტი ოვენ ალტერმანი. როგორ ახსნით ამ თითქოს წინააღმდეგობებს? ერთი მხრივ გეგმას უარყოფს, ახლა კი აღდგენის დაწყებას ეთანხმება და ამბობს. კარგი, მათ არ სჭირდებათ განიარაღება, მაგრამ როცა საქმე მშვიდობის საბჭოს ეხება, მაშინ სჭირდებათ. როგორ ახსნით ამას? როგორ ახსნით იმას, რაც თითქოს დაბნეულობას გავს? ემილი, არსებობს კონკრეტული საკითხი, რომელიც ისრაელის თვალსაზრისით სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის საკითხია. და შემდეგ არის უფრო ფართო კონტექსტი იმისა, რასაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს. და ეს ყველაფერი ისრაელის პოლიტიკას ეხება. ვიწრო პოლიტიკურ საკითხს რაც შეეხება, რაც ითხოვს მშვიდობის საბჭოს 15-პუნქტიანი გეგმა. მერვე პუნქტში არის ის, რომ ისრაელმა ეტაპობრივად გაიყვანოს ჯარები იმ ტერიტორიებიდან ღაზაში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ, რაც ნიშნავს, რომ ჰამასი იწყებს პროცესს მშვიდობის საბჭოსთან ერთად. ამ ძალების ადგილზე ყოფნისას, იარაღის ჩაბარებას და მის შენახვაში გადაცემას, როგორც ეს გეგმაშია აღწერილი. და ამ გეგმის ეტაპობრივად განხორციელებასთან ერთად არის ეტაპობრივი ისრაელის გასვლა იმ ნაწილებიდან ღაზის სექტორისა, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს. ასე რომ არის ჰამასის ნაწილობრივი განიარაღება და ისრაელის ნაწილობრივი გასვლა, შემდეგ კიდევ მეტი ჰამასის განიარაღება, უფრო ღრმა ისრაელის გასვლა და ეს ორი ნაწილი პარალელურად მიმდინარეობს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობდა, რომ არა, ისრაელის თვალსაზრისით ამაზე პასუხი არის არა. სანამ ჰამასი არ ჩააბარებს ყველა იარაღს და არა მხოლოდ მძიმე იარაღს, არამედ პირად იარაღსაც. თუ გეგმაში მე-9 პუნქტს გადახედავთ, ზოგიერთი ეს იარაღი შესაძლოა ჰამასის მებრძოლებს დარჩეთ. მაგრამ სანამ ჰამასი ბოლომდე არ განიარაღდება, ბოლო იარაღამდე ისრაელი არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს ღაზის სექტორიდან. ეს არის ისრაელის პოზიცია. ეს არის ვიწრო პოლიტიკურ საკითხზე უთანხმოება მშვიდობის საბჭოსა და ისრაელის მთავრობას შორის. რა დგას ამ დოქტრინის უკან? ისრაელის რისკების თავიდან ამცილებელი სტრატეგია ღაზის სექტორში და სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც ისრაელის საზღვრებთან მდებარეობს, არის გაკვეთილი, რომელიც ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგებმა 7 ოქტომბრის შემდეგ მიიღეს, რომ შეიქმნას შეიარაღებული ჯგუფებისგან დამცავი ბუფერი ისრაელის საზღვრებზე ან მის მახლობლად. სწორედ ეს არის ამ ყველაფრის მამოძრავებელი. დამკვირვებელს შეუძლია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ამას. სწორედ ამ პოზიციაზე დგას ისრაელის მთავრობა და ეს არის განსხვავება ისრაელის და მშვიდობის საბჭოს დოქტრინა. ასე რომ ნახეთ, არსებობს საერთო ინტერესი, რომ ღაზის სექტორში რაღაც სახის აღდგენა მოხდეს. შეიძლება მიუღებელი იყოს ამდენი ადამიანის უსახკარო დარჩენა. ამიტომ შეიძლება არსებობდეს სტიმული, რომ ამ მიმართულებით წინ წავიდნენ. იმავდროულად ისრაელის სამხედრო ძალა გამოიყენონ ბუფერად იმ საზოგადოებებთან, რომლებიც პირდაპირ ღაზის საზღვართან არიან. მაგრამ ემილი, და ესეც მნიშვნელოვანია. თუ მხოლოდ ბენიამინ ნეთანიაჰუს კომენტარების იმ ნაწილს არ უყურებთ, რომელიც ღაზას ეხება, არამედ პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ მთლიან 3 წუთისა და 52 წამის განცხადებას გადახედავთ. ნეთანიაჰუ მხოლოდ ღაზაზე არ საუბრობდა და გზავნილი ბევრად უფრო ფართო იყო. ნეთანიაჰუ ამბობდა და ეს იყო პოლიტიკური საუბარი, პოლიტიკური კომენტარების ნაკრები. თქვენ ოპოზიცია აკრიტიკებთ იმას, რაც ჩვენ, რაც მე გავაკეთე ამ ომის განმავლობაში. თქვენ ამბობთ, რომ მე საკმარისი წარმატებები არ მქონია ბრძოლის ველზე. თქვენ ამბობთ, რომ ისრაელი იხევს უკან, რომ ისრაელი თავს იკავებს ირანის მიმართ. არ მოქმედებს საკმარისი სიმტკიცით ლიბანში და აქაც რომ ისრაელი აპირებს პოზიციების დატოვებას ღაზაში, გადადის თითოეულ ამ ფრონტზე და საუბრობს.
ისრაელი ამას არ აკეთებს და აკრიტიკებს ოპოზიციას. ამბობ, ეს არის ის, რასაც თქვენ ამბობთ სარეკლამო კამპანიებში. აი რას ვაკეთებთ ჩვენ. ემილი, რა არის საინტერესო ამაში პოლიტიკური თვალსაზრისით, როცა არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლებია დარჩენილი ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს უპასუხოს უსაფრთხოების საკითხზე და მზად არის უსაფრთხოება გახადოს კამპანიის ნაწილი. არ გაურბის ამას, არამედ ადამიანი, რომელსაც ისრაელის პოლიტიკაში ბატონ უსაფრთხოებას ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება ბოლო წლების მიღწევებით უკმაყოფილების მიუხედავად სურს დაბრუნდეს ტრადიციულ მემარჯვენე პოზიციაზე. ამბობ, თუნდაც ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, არ მოგწონდეთ, დამიჯერეთ, იმ ხარეს მყოფი მემარცხენეები ბევრად უარესები იქნებიან.